შიდა ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის ოლქებში. პროექტებს ინფრასტრუქტურის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. ჩვენ ვიმყოფებით შიდა ქართლის რეგიონში, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოვინახულეთ ის პროექტები, რომლებიც განხორციელების პროცესშია. დავგეგმეთ შემდგომი ღონისძიებები, რაც შეიძლება გაკეთდეს შიდა ქართლში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და დღეს ამ ტერიტორიაზეც ვიმყოფებით, იმიტომ რომ შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის განხორციელება დავგეგმოთ. დავიგეგმეთ მომავალი გადასადგმელი ნაბიჯები თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს სკოლებისა და ბაღების მშენებლობა განვითარება. ასევე დავათვალიერეთ ტერიტორია, სადაც შიდა ქართლში უნდა აშენდეს და გორის მუნიციპალიტეტში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და ასევე სავარჯიშო ფეხბურთის მოედანი. პრემიერის ინიციატივით ქვეყანაში სპორტი პრიორიტეტად არის გამოცხადებული, შედეგებიც სახეზეა. უფრო მეტი შედეგი რო გქონდეს, საჭიროა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაზეც მთავრობა მუშაობს, როგორც ადგილობრივი მთავრობა, ასევე ცენტრალური ხელისუფლება ყველანაირი ხელშეწყობა, რომ განვითარდეს სპორტული ინფრასტრუქტურა.